კარგი ხარისხის პროდუქცია და რაც ყველაზე მთავარია დაცული იქნება ზუსტი წონა, მოსახლეობა შეიძენს ზუსტი წონით ნებისმიერ პროდუქტს. კანცელარიაში უკვე 1 საათზე მეტია მთავრობის ხდომა მიმდინარეობს. მინისტრთა კაბინეტის წევრები სოფლის მეურნეობის და კულტურის მინისტრებისგან 2011 წელს ჩატარებული სამუშაოს ანგარიშს ისმენენ და 2012 წელს ამ სფეროებში განსახორციელებელ პროექტებზე საუბრობენ. ჩემი კოლეგა ლილი გოგოხია იმყოფება კანცელარიაში, რომელიც ესწრება მთავრობის ხდომას და ის პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ლილი, გისმენთ. მთავრობის წევრები საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადიან. მთავრობის ხდომები გაიმართება კვირაში 2 ჯერ იმისათვის, რომ მოხდეს 2012 წლის სამოქმედო გეგმებისა და პრიორიტეტების განხილვა. ასევე ამ ხდომებზე შეაჯამებენ 2011 წელსაც კონკრეტულ სამინისტროებს თუ რა მიღწევები და რა პრობლემები ჰქონდათ. სწორედ ამ საკითხებზე იმშელებენ მინისტრები. რაც შეეხება დღევანდელ ხდომას, ნიკა გილაურმა ხდომის დასაწყისში ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკაზე და აღნიშნა, რომ 11 თვის მონაცემებით შეინიშნება მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა. ხაზი გაუსვა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ციფრს 11 თვის მონაცემებით ეს ციფრი არის 6.5%. წლის დაწყისში პროგნოზი ჰქონდა 5.5%-ზე. ამ პროგნოზს ეთანხმებოდა აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ექსპერტი, ამ პროგნოზს ეთანხმებოდა საერთაშორისო ვალუტა ფონდიც. ჩვენ სექტემბერ-ოქტომბერში უკვე მივხვდით, რომ ზრდა უფრო მაღალი იყო და 6%-ზე ამიყვანეთ. ოფიციალური მაჩვენებელი, ანუ დღეს ბიუჯეტში ჩადებული არის 2011 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6%-ზე, თუმცა ეს კიდევ უფრო მაღალია და 6.5-ზე დაფიქსირდა 11 თვის მაჩვენებელი. შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ 2011 წელს საქართველოს დაამთავრებს დაახლოებით 6.5%-იანი ზრდით, პლუს-მინუს 0.1%-ით, რაც რეგიონში იქნება ერთ-ერთი ყველაზე უფრო მაღალი მაჩვენებელი. განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანია წლევანდელ წელს, როდესაც არც თუ ისე მარტივი წელი არის მსოფლიო ეკონომიკისთვის. საგარეო ვაჭრობის მონაცემებით ექსპორტი გასული 11 თვის განმავლობაში არის რეკორდულად მაღალი, $2 მილიარდამდე პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა გასული 11 თვის განმავლობაში, რაც არის 40% უფრო მაღალი, ვიდრე გასული წლის 11 თვეში. დღევანდელ მთავრობის ხდომაზე ანგარიში წარსდგებიან კულტურის მინისტრი და ასევე სოფლის მეურნეობის მინისტრი. კულტურის სამინისტროს პრიორიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და მისი პოპულარიზაცია. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის სამინისტროს, როგორც გოროზიამმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, დაგეგმილი არის მომავალი წლიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და ასევე იმ ბოსტნეულის 80%-ის, იმ ბოსტნეულის 80%-ს, რომელიც უცხო ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში, ადგილობრივი ბოსტნეული ჩაანაცვლებს. Პირველი პრიორიტეტი გვაქვს, უნებრივია, ეს არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, ეს არის საქართველოს კულტურის ზოგადად პოპულარიზაცია მსოფლიოში და ჩვენი დამკვიდრება თავისუფალ სამყაროში, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს პატრონი ხალხისა და ეს არის ასევე ჩვენი კულტურის სხვადასხვა სექტორების რეფორმირება და ზოგადად მისი კრეატიული ინდუსტრიად გადაქცევა, რაც ნიშნავს იმას, რომ კულტურამ თავისთავად უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, ხალხებისათვის ახსნათ თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანა მთლიან რეგიონში, სხვადასხვა რეგიონების მიხედვით თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, იქნება უამრავი ექსტრაქციული ცენტრები, რომელშიც შესაძლებელი იქნება ფერმერების გადამზადება და ახალი თანამედროვე ელექტრონული სისტემები, რომელიც მთლიანობაში მოგცემს იმის საშუალებას, რომ თითოეულ გლეხს მიეწოდოს ინფორმაცია რეგიონშივე თუ რა არის შესაძლებელი თითოეულ მიწაზე იქნეს მოყვანილი. ამიტომ ვფიქრობთ და ვაპირებთ უამრავი ახალი დიდი ფერმის გაკეთებას და რაც თავარია, რაც ჩვენ გვინდა, რომელსაც დღეს განვაცხადებთ, ეს არის სეზონური ბოსტნეულის ჩანაცვლება. დღევანდელ მთავრობის ხდომაზე 17 საკითხი განიხილება, როგორც უკვე გითხარით, მინისტრები გადადიან საგანგებო მუშაობის რეჟიმზე. მომავალი მთავრობის ხდომა კი ქუთაისში გაიმართება ახალ მთავრობის სახლში. ლილი გოგოხია საუბრობდა მთავრობის კანცელარიიდან პირდაპირ ეთერში.